მინდა ვილაპარაკო დღეს ჩვენთვის ყველაზე საყვარელზე. და ეს არის რა თქმა უნდა ბიბლია. ამენ, არის შენთვის ყველაზე საყვარელი ღმერთის სიტყვა. არის? ჰალელუია. წმინდა წერილი ძვირფასებო, ღმერთის სიტყვა, ბიბლია, სხვადასხვა სახელწოდებით არის ის მოცემული, არის ძალიან მარტივად დაწერილი, რომ ადვილად გავიგოთ და დავიმახსოვროთ. იესო იგავებით გვიხსნიდა მას იმ საყოფაცხოვრებო ნივთებით და საგნებით, რომელთანაც ყველას გვაქვს შეხება უშუალო, გვინახია ყოველ შემთხვევაში, რათა დაგვიმახსოვრებოდა და არ დაგვიწყებოდა. რათა ამის მეშვეობით გაგვეგო ღმერთის ნება ძვირფასებო. რადგანაც უფრო გასაგები და დასამახსოვრებელია, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს ილუსტრაციებით და უშუალო ჩართვით უხსნის რაღაცას, იმიტომ რომ სტატისტიკური მონაცემიც არის, რომ ბავშვი უფრო მეც იმახსოვრებს, როდესაც თან აჩვენებ, რას უხსნი და ასწავლი და თან მასაც აკეთებინებ და შეგყავს აი ამ პრაქტიკაში. ბიბლია ბევრ რამეზეა შედარებული. ჩვენ ხშირად ჩამოვთვლით ხოლმე ამ მეტაფორებს ძვირფასებო. მაგრამ დღეს მინდა შევჩერდე, რადგანაც წინამსახურებაზე და ხშირად მოგყავს მაგალითი, რომ ბიბლია არის სულიერი რძე და იცით ალბათ, რომ სულიერი რძე არა ხორციელი, მაგრამ ხორციელი ხორცის ზრდისთვის და გაჯანსაღებისთვის არის საჭირო, ხოლო სულიერი რძე, ანუ ბიბლია, თუ იკვებები მისით და არა მხოლოდ ისმენ, თავის მომტყუებელიო, არამედ ასრულებ მაშინ ის გზრდის და გაქვს გარანტირებული გადარჩენა. მე დღეს მინდა განახოთ, მოდით ვნახოთ ეს რძის ილუსტრაცია ძვირფასებო, იმიტომ რომ ინატრეთო უფალი გვეუბნება. ყოველთვის უნდა გენატრებოდეს. აი რა გენატრება ყველაზე მეტად? თუ ეს არის ღმერთის სიტყვა, მაშინ შესაძლებელია, რომ უფლის სული მოქმედებდეს შენში. ამენ, იმიტომ რომ ბიბლიის გარეშე, სიტყვის გარეშე, სულიწმიდა არავისთან არ მივა. იმიტომ რომ ბიბლია თავად უფალია ძვირფასებო, იცით ხო? დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. და სულიწმინდა არის მოსული აქ, რომ ჩვენ მოგვეხმაროს იესოს გამდიდებაში და ის არის ყველაზე დიადი მასწავლებელი აი ამ სიტყვის. ის გვასწავლის თუ როგორ უნდა შევასრულოთ. და დღეს, როგორც გითხარით, მინდა ვილაპარაკო სულიერ წყალზე, ცოცხალ წყალზე ძვირფასებო. ამენ. ვიცით ჩვენ წყლის დანიშნულება, ბიოლოგიურად არ მოვყვები დეტალებს, რაღაცეები შეიძლება გავიხსენოთ, მაგრამ წყალი არის ის, რის გარეშეც შეიძლება დაიღუპოს ადამიანი. ჰალელუია. თუ გაქვთ მიქცეული ყურადღება, მეგობრებო, როდესაც ღმერთი პირველივე ფურცლებიდან ბიბლიის გვიხსნის სამყაროს შექმნას, ის ამბობს, რომ ეს შეიქმნა, შემდეგ ეს შეიქმნა, ამან შემდეგ ხელი შეუწყო ამის შექმნას და არ წერია ბიბლიაში თუ როგორ და სად შეიქმნა წყალი. გესმით? წყალი დახვდა ქმნილებას, როგორც იესო არ შექმნილა და არის, წყალიც იყო, წყალი იძვროდა, როცა სული იძვროდა, იქ წყალი იყო. ამიტომ ერთგვარი შეუქმნელი რაღაც არის. არსი არის წყალი ძვირფასებო, რომ იცოდეთ. ამენ. წყალი არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი ჩვენთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობის. და რა თქმა უნდა, უფალს მოყავს ეს მაგალითი, რათა ჩვენ გავაკეთოთ პარალელურად ეს შედარებები. ჰალელუია. საჭმელ სასმელი სხვადასხვა გვარია და თითქმის ყველაფერს გააჩნია თავისი სუროგატი, ესე იგი შემცვლელი. მაგრამ წყალს შემცვლელი არ აქვს. შეუძლებელია, რომ წყალი შეცვალო. შეიძლება
ძალიან მაგრად წყუროდეს ადამიანს, რაღაცა თქვათ, რაღაც სითხე მიიღოს, არ ვიცი, წვენია, კომპოტია, რაღაც ლიმონათია, მაგრამ წყლის, უშუალო წყლის წყურვილს ვერაფერი ვერ დააკმაყოფილებს და ვერ დაარწყულებს. და შესაბამისად ესეა ბიბლიაც ვიფასებულ მხოლოდ ღმერთის სიტყვას შეუძლია დაანაყროს და დაარწყულოს შენი სული, იმიტომ რომ ის არის უშუალოდ შენი სულის საკვები. ჰალელუია. ჰალელუია. ადამიანი შედგება, ჩვენ ვსწავლობთ, ხო, დაახლოებით 60-დან 80%-მდე წყლით. მოდით ავიღოთ საშუალო 70. შენი შემადგენელი არის 70% წყალი. ჩვენი პლანეტა დედამიწა ძვირფასებო, ზუსტად ესე. 70-80% წყლისგან შედგება და იცით გამოითვალეს რომ გაასწორო ეს პლანეტა დედამიწა და არ იყოს მთები. დაახლოებით 3 კილომეტრის სიღრმის წყალი იქნება აი ამ სწორ ზედაპირზე. იმიტომ რომ უფრო მეტი პროცენტი ეს ყველაფერი არის წყლისგან შედგენილი. ჰალელუია. თითქმის ყველა საკვები შედგება წყლისგან. არ არსებობს საკვები რომ მასში არ იყოს წყალი ძვირფასო. ზოგში ძალიან ბევრია. კიტრის აზამთრო და ასე შემდეგ. ამენ. სულ წყალია. წყალი იცვლის ფორმას. მას შეუძლია შეცვალოს ფორმა, მაგრამ შემადგენელი არასოდეს არ შეიცვლება მისი. ჩვენ ვიცით ხო? აი სახეცვლილი წყალი ძვირფასებო, მოდით გავიხსენოთ ერთად. ორთქლი, თოვლი, ყინული, ფიფქი, ვთქვათ, ნისლი, ბურუსი და ასე შემდეგ. მოდით ნახოთ, მე მაქვს, მინდა რომ დღეს დავიმახსოვროთ კარგად ეს ქადაგება, ამიტომ ნახოთ თოვლიც და ყინვაც. ნახეთ, რამდენი მეტრის თოვლია მოსული. ეს არის წყალი ძვირფასებო, ესეთი ფორმით. ზუსტად იგივე შემადგენლობით. ეს არის ყინვა, ბაცალე. ამენ. დამდგარ ხართ ყინვაზე, მიდი ყინვაზე. გაგივლიათ გაყინულ მდინარეზე. აქ უფრო არა, ესეთ ტერიტორიებზე, სადაც უფრო სიცივეა, იქ იყინება ხოლმე წყალი. ჩვენთან ზამთარში არ გაბედო წყალზე გასვლა. ჩაყვინთავ. ეს არის წყალი ძვირფასებო. და იცით, გაჩვენებთ ამას, იმიტომ რომ აი პარალელების დროს მიაქციოთ ყურადღება, რომ სხვადასხვა სახეცვლილი ფორმით მოდის ჩვენთან ღმერთის სიტყვა. მაგრამ ის არის იმ მისიისთვის, რათა ჩვენ დავკმაყოფილდეთ. ჰალელუია. წყალი მუდმივად მოძრაობაშია, ამ ციკლშია ჩართული. იცით ხო, გისწავლიათ ალბათ, ხო? მოდის წვეთები, წვიმით, არწყულებს მიწას და ესაია კონკრეტულად გვეუბნება, რომ ის არ მოვა უბრალოდ ესე, როგორც ადამიანს შეუძლია გადაფიქრება. გადაიფიქრა და მიბრუნდა უკან. ის იმ მისიისთვის მოდის, რისთვისაც არის გამოგზავნილი, ის მიწას დაარწყულებს. შემდეგ ორთქლდება, ორთქლის სახით, იქ ღრუბლად იკვრება, ღრუბელის ერთ-ერთი ფორმა არის წყლის ძვირფასებო. შემდეგ ისევ მოდის წვიმა, შემდეგ თოვლად იყინება და ასე შემდეგ. აი ამ მოძრაობაში, ანუ რა მინდა გითხრათ? წყალი მუდმივად მოძრაობაშია. ამენ. ღმერთი არასოდეს ერთ ადგილზე არ ჩერდება. ღმერთის სული არ არის სადღაც გაჩერებული. ამენ. ჩვენ უნდა მივждიოთ მას. ის მუდმივ ციკლშია ჩართული. ჰალელუია. ღმერთმა ძვირფასებო ცოდვას და დაუჯერებლობას წარღვნის წყლით უპასუხა. ჩვენი ესე ვთქვათ ფავორიტი სურათი. ღმერთი აფრთხილებდა და იცით, სულ ორიოდ ნაბიჯი იყო გადარჩენამდე აი ამ ხალხის. და ამას წლების განმავლობაში ნოეს მეშვეობით აფრთხილებდა, ამაზე ელაპარაკებოდა და აფრთხილებდა ღმერთი ამ ხალხს, რომ მოვა წყლები. საიდან მოვიდა წყალი ძვირფასებო? წარღვნის. მიწიდანაც ამოვიდა. ამენ. და იმახსოვრეთ. ღმერთს ყველგან აქვს წყალი, როცა ჭირდება.
ეს ჩვენ არ გვაქვს, როცა გვჭირდება, თორე ღმერთს ყოველთვის ყველგან აქვს წყალი. ზეციდან წამოვიდა და ქვემოდან ამოხედქა. ჰალელუია. გაჩნდება ღმერთის ნება და წყალი. შენ ცხოვრებაში თუ შენ გადაწყვეტ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წყლებმა დაუჯერებლობა და ცოდვა წალეკა. ვერ გადაურჩება ღმერთის წყლებს ცოდვა და ურჩობა ძვირფასებო. შეიძლება რაღაც მომენტში გაგიტარონ, რაღაც მომენტში შეიძლება პაუზა აიღო, ან რაღაც ინტერვალის ვაკუუმი შექმნა, მაგრამ ეს წყალი აუცილებლად მოვა. გესმით? მიაქციეთ ყურადღება. დღეს გვალვის და უწვიმობის სახით პასუხობს ღმერთი დაუმორჩილებლობას. რას ნიშნავს გვალვა? არ არის წვიმა, არ არის სინოტივე, არ არის წყალი, რაც ფიტავს ყველაფერს, მაგრამ მონანიებას და მორჩილებას ვირფასებო. მოაქვს გაღვიძება და სიცოცხლე. მოდით ნახოთ. გამოფიტული უწყლო მიწა ღმერთმა დაიწყო მისი გაღვიძება. როდესაც მოვიდა მონანიება. ამენ. ღმერთი არ გახლავთ მეგობრებო ცოდვის, ავადმყოფობის, წყეულების და სიკვდილის ავტორი. დღეს ირგვლივ არის რა? საშინელი, უსაშინელესი ცოდვა, წყეულება, დაწყევლილია ყველაფერი. ქვეყნები, სადაც თუნდაც ეს მდგომარეობები არის საომარი, ყველგან წყეულება არის. სადაც არ არის ომი, იქაც წყეულება. გესმით? ერთადერთი, სადაც არ არის წყეულება, ეს არის თუ შენ ქმნი უფალთან ამ ცვლილების სარქველში შედიხარ. მიგაქვს იქ შენი წყეულება, მაშინ გაძლევს ღმერთი კურთხევას, თორე ყველაფერი არის დაწყევლილი ამ მიწაზე. გებულობთ? დღეს ჩვენს ირგვლივ არის სიკვდილი ძვირფასებო, რომელმაც ასაკიც არ იცის. ღმერთი არ არის, იმიტომ ყველა ღმერთს უშვერს თითს, რომ თუ ღმერთი რატომ არის ესეთი რაღაცები ამ დუნიაზე. გესმით? ავადმყოფობები ერთ თითქოს რაღაც უშველიან, მეორე ისეთი გამოჩნდება, რომ წლები ჭირდება იმის განსაკურნებლად. და ყველა ამაში ადანაშაულებს ღმერთს, მაგრამ ღმერთი არც ერთის ავტორი არ არის. ღმერთმა კანონები მოგცა ამ სიტყვაში და თუ ადამიანი ამ კანონებს არ იცავს, მაშინ ავტომატურად შედის აი ამ ციკლში. გესმით ძვირფასებო? უნდა მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ღმერთი არის სიწმინდის ავტორი. ამენ. სიჯანსაღის და ჯანმრთელობის ავტორი. სიცოცხლის, ჰალელუია, კურთხევების ავტორია ღმერთი. ამიტომ გააჩნია შენ რომელ ავტორთან მიდიხარ. გესმით? თუ მიდიხარ აი ამ ავტორთან, დადებითის, პოზიტიურის, მაშინ აბსოლუტურად უნდა ჩამოშორებული იყო მეორეზე. იმიტომ რომ ადრე გვალვით ღმერთი სჯიდა დაუმორჩილებლობას ვიფასებო. გესმით? ანუ არ იყო წვიმა. გვალვა ავტომატურად ნიშნავს, რომ წვიმა არ არის. და იფიტებოდა ყველაფერი. იერემიას მეორე თავში მინდა გაჩვენოთ 13 მუხლი, რომ ორი ბოროტება ჩაიდინაო ჩემმა ხალხმა. მე ცოცხალი წყლების წყარო მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთ თვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ. აი მიზეზთ მიზეზი, რატომ დაეცა ღმერთის ერი. მიზეზთ მიზეზი, რატომ ვერ შევიდა სასწაულებრივად გამოყვანილი და გადარჩენილი ებრაელი ერი აღთქმულ მიწაზე. მიზეზთ მიზეზი თუ რატომ არის დღეს კაცობრიობა პრობლემაში. რატომ არის აი ამ, ესე ვთქვათ, სფეროში, აი ამ მონაკვეთში უარყოფითის და ნეგატიურის. მიატოვეს ცოცხალი წყლის წყარო, უფალი ძვირფასებო და თავიანთვის გაიკეთეს ჭები. ადამიანს უყვარს დამოუკიდებლობა რა. რაღაც მოხდება, აღარ მინდა ეს ეკლესია. ღმერთი ყველგან არის. გესმით? აი სახშიც არის, სახში არ არის ღმერთი. მიხვდით? მაგრამ წყალი იმ ჭაში უნდა ჭიდან ამოიღო,
რომელიც უფალმა შექმნა და შენთვის არ უნდა დაიწყო ჭების გაკეთება, იმიტომ რომ ეს ისეთი ჭებია ადამიანურიო, წყალს ვერ შეაკავებენო. ღმერთი გველაპარაკება, მეგობრებო. ამენ? უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. ცრუ ღმერთები იესო გვაფრთხილებს, ცრუ წინასწარმეტყველები, ცრუ მასწავლებლები, ცრუ მოციქულები, ცრუ מחარებლები, ცრუ ბიბლია, ცრუ წყალი, აი რით არის ადამიანი დღეს დაინტერესებული, დატყვევებული და ეს ქმნის რას ვირფასებო, ეგოცენტრიზმს, მე, ჩემთვის, აი ოღონდ მე, აი მე ლაპარაკება უფალი, გესმით? მე მაქვს ბიბლია და მეც მელაპარაკება. და ეხლა გავდივართ ხო გრაფიკით. კითხულობთ მოსეზე, მირიამზე და არონზე. განა მარტო მოსეს ელაპარაკებაო? მე არ მელაპარაკებაო? გესმით? და ქრისტიანები ძვირფასებო, აი ამის გამო არასწორი ჭიდან რომ სვამენ წყალს, თავიანთი გაკეთებული ჭიდან. არიან ესეთი სულიერი კეთრით დაავადებული. მალავენ, არ ამჟღავნებენ, როდესაც უნდა კივილი დაიწყო რომ მაპატიეთ, უფალო მომიტევე და იმ წიაღში მომაბრუნე, რომელიც შენ შექმენი ჩემთვის. ჰალელუია. ესეთ ადამიანს აღარ სწურია ღმერთი, აღარ სწურია ბიბლია, აღარ სწურია ეკლესია და სამაგიეროდ რა სწურია? წუთისოფელი. გესმით? ნეიტრალიტეტში არ რჩება ადამიანი, როდესაც ტოვებს ღმერთის ჭას. იქვე გაჩნდება ეშმაკი. ნუ გვიყვართო წუთისოფელი. ჩვენ წუთისოფელის მიღმა, ანუ წუთისოფელს ვერ ავწდებით, გესმით? ღმერთმა გვიწერა ყოფნა წუთისოფელში. ჰალელუია. მაგრამ რა გვითხრა იესო? უნდა იყოს წუთისოფელში, მაგრამ არ შეიყვარო წუთისოფელი. იმიტომ რომ იქ არის ხორცის გულის თქმა, თვალის გულის თქმა და ამაო დიდება. დიდება, მაგრამ ამაო, გესმით? ზეცისთვის ამაოა. შენ აქ ყველაფერს რომ მიაღწიო ეს ზეცისთვის არაფერი არ არის. რა გვითხრა უფალმა ძვირფასებო? წუთისოფელთან მეგობრობა, ღმერთთან მტრობა. გესმით? მეგობრობა, სიახლოვე, სერიოზული ურთიერთობები. და აქედან გამომდინარე ადამიანში ირწყვება სიამაყე, აი ამ არასწორი წყლებიდან. სიჯიუტე, სიზარმაცე, სითამამე, წყენა, თავაშვებულობა და საერთო ჯამში დამოუკიდებლობა. გესმით? წყლის პრინციპია, ის თუ დაგუბდა, ჭანჭრობად გადაიქცევა, ჭაობად. გესმით? ცოცხალი წყალი ნიშნავს რას? აუცილებლად უნდა გადიოდეს და აუცილებლად უნდა ივსებოდეს. გესმით? ეკლესია ის ადგილია, სადაც უფალი გვეხმარება, რომ გადიოდეს ჩვენსგან და შემდეგ იქ გვავსებდეს. გადიოდეს და გვავსებდეს. გესმით? გადიოდეს და გვავსებდეს. თუ არ გადის, ვერც მიიღებ, არ მოვა არაფერი შენში და დაგუბდები, დაჭაობდები. და ეს არის ის, რითაც უფალი გვეხმარება, მეგობრებო. უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, უნდა ვიფიქროთ ამაზე, უნდა ჩამოვყალიბდეთ. ამენ? ახალი თუ გინდა, უნდა გასცე ძველი. თუ არ გასცემ, ვერ მოვა, არ იქნება იმისი ადგილი. და აქ არის კარგი საშუალება ამისი ძვირფასებო. ჰალელუია. იცით, წყლის პრინციპია, წყალი ზემოთ არ მიდის. შეუძლია, მაგრამ არ მიდის. რომ დაჭირდა უფალს, ამოხეთქა მიწიდან წყალმა. ამენ? ყველგან მიიყვანს ღმერთი თავის წყალს და თავის ნებას. მაგრამ ჩვენს რეალობაში წყალი ზემოთ არ მიდის. წყალი დაბალ ადგილებში მიდის და მიჟონავს. ამენ? და ავსებს ადგილს, რომელიც ცარიელია. ეს რას გვასწავლის, მეგობრებო? უნდა ვიყოთ დამდაბლებული და უნდა ვცარიელდებოდეთ, რომ გვავსებდეს უფლის სული. ამენ?
როდესაც წყალს უშვებ, აი ნაკადი რო გამოუშვა, საწავა ეს წყალი. იპოვის დაღმართს, დამრეცს, დაბალ ადგილს და ყოველ სიცარიელეს ამოავსებს. გინდა აგავსოს უფლის წყალმა? რა უნდა ქნა? დამდაბლდი. ამენ. და გამოცარიელი, გამოყარე ყველაფერი ეს, შენი შეხედულებები და უფალს უთხარი, უფალო ცარიელი ვარ და ამავსე შენი ნებით. შენი ნება გამოაგდე, შენი გეგმები გამოაგდე, ღმერთის გეგმებით აივსე და ღმერთის ნებით. იმიტომ რომ წყალი ყოველთვის ეძებს დაბალ ადგილებს, ამენ, და ცარიელ ადგილებს. ამიტომ შენ იცი როგორ იყო ავსებული უფლის სულით. ყოველთვის დამდაბლდი, იმიტომ რომ იცით, სიამაყე ეს ისეთი რამ არის. პატარა პლიუსი შენ ცხოვრებაში და უკვე წუთისოფელი ტაშს გიკრავს. ჯერ რომ არ ღირსებია და არ მოგწრია. ამენ. და უკვე ავსებული ხარ. აღარ არის ადგილი სულიწმიდის წყლისთვის შენში. გესმით? ამიტომ მიაქცია ამას ყურადღება. ისწავლე დამდაბლება, ამიტომ ამბობს უფალი, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ. შენ ვერასოდეს ვერ იქნები უფრო ძლიერი ვიდრე ღმერთი. ამენ? ამენ ძვირფასებო. დამდაბლდი, რასაც უფალი გეუბნება გააკეთე, შეასრულე. გამცემი იყავი, გახსენი, მკვდარი, ზღვა რატო ქვია ძვირფასებო? არ გასცემს და ვერ ზღებულობს. გესმით? ჰალელუია. ცოცხალი იყავი. ხება ჩვენს ღმერთს. იცი, ადამიანი რომელიც არ სწირავს, მას აქვს თავისუფლება რომ არ შესწიროს. მას აქვს თავისუფლება რომ მოიპაროს, მიითვისოს. დაიმახსოვრეთ ერთი მონეტის ორი მხარე. ვერასოდეს ვერ გამდიდრდები, ერთი მხარე და მეორე. ვერასოდეს ვერ გააღარიბებ ღმერთს. ვერასოდეს ვერ გააღარიბებ ღმერთს, შენ თუ მას პარავ და ვერასოდეს ვერ გამდიდრდები, თუ რაღაცას დაიტოვებ. ღმერთი შენთვის აკეთებს ამას. გაეცი, რომ აგავსოს და მოგცეს ახალი. ამენ, მომყვებით მეგობრებო. გაეცი, ისწავლე. იცი, საზღურებს ნუ უყენებ ღმერთს, რომ აი შენ ამდენი გეკუთვნის, კაცო. განა შენ გინდა ის მოგცეს ღმერთმა რაც გეკუთვნის? ხო მეტი გინდა. უფალში არ დაიკარგება. იცით, უფალი რას უყურებს? თავისუფალ ადგილს. ამენ? უფლის წყალი რას ავსებს? თავისუფალ ადგილს. საჭიროებას არ ავსებს წყალი. თავისუფალ ადგილს უყურებს და იმას ავსებს. ყოველთვის იყავი თავისუფალი. ამენ? შეგიძლია ამაში გამოსცადო უფალი, იმიტომ რომ ღმერთის ნება, შენი ავსება, დამდაბლდი და ყოველთვის იყავი დაცლილი რომ აგავსოს უფალმა. ჰალელუია. ჩვენს ღმერთს ვიფასებ, მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაცია. მორწყვა. ნახეთ, ბიბლია. ეს არის ის წყალი, ცოცხალი, რასაც შეუძლია და რასაც უნდა მისცე შენი სული შვირმა და სხეული რომ მოგწყას. აქ არის ჩამონათვალი რომ იესო არის მეფე, ის არის გზა, ჭეშმარიტება, მხსნელი, წმენა. ის არის მასწავლებელი, კურნალი, მწყემსი და ყველაფერი. ჰალელუია. ინგლისელები მისწორებენ რაღაცას, დამშვიდდით. ჰალელუია. გება უფალს. ამენ. იესო ყველაფერია. ის რაც შენ გჭირდება, უფალს უკვე აქვს გახაზირებული. თავარია შენ დამდაბლდე და დაცარიელდე. ამენ. თუ მაღლდები რომ აივსო, ვერ შეიკავებ. ამენ. არ გაჩერდება. შეხედავ და აღარ არის. ფრთებს გამოიცხამს და გაფრინდება. ერთადერთი რაც დარჩება. ეს არის რაც უფალმა შექმნა ძვირფასებო. ამიტომ მოინანიე რომ ღმერთმა ეს გამოფიტული მიწა მორწყას და გახდი შემსრულებელი. ნახეთ, უცნობილესი ადგილი ძვირფასებო, ჩემი საყვარელი ადგილი. თუ დავახშობ ცას რომ აღარ იწვიმოს, რატო ახშობს ღმერთი ცას? რომ არ იწვიმოს, რატომ არ იწვიმოს? იმიტომ რომ არასწორად იქცევი. გესმის?
უბრძანებ ქვეყნის გადაჭმას, სხვადასხვა ხერხი აქვს კიდე ღმერთს, შენი მოსავლის, შავ ჭირს მოუვლენ, ან ფაროსანას, თუ იცნობთ ფაროსანას არ ვიცი. მაგრამ ნახეთ ჩანს გვიტოვებს ღმერთი და ჩემი ხალხი, ვინ არის მისი ხალხი? რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ვინ იწოდება მისი სახელით? იცი, გაუფრთხილდი თუ ქრისტიანს გიწოდებენ შენ. ამენ? ამიტომ ღმერთი პასუხს მოგთხოვს ამ სახელის გამო. თუ შენ მისი სახელით იწოდები, მაშინ, ნახე, ქედმოდრეკილი უნდა იყო, ლოცულობდე, ეძებდე მის სახეს, ბრუნდებოდე მისკენ. და თუ ჩემიერიო, ქედს მოიდრექს, ილოცებს, ჩემ სახეს მოძებნის, შემობრუნდება, თავისი ბოროტი გზიდან, ყველა გზა ბოროტია. ამენ? თუ იესოს გზაზე არ ახარ, ყველა გზა ბოროტია ჩემო კარგო. დაიმახსოვრე ეს. ზეცისთვის ყველა გზა, თუ ეს იესოს გზა არ არის ბოროტი. თუ შემობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მოусმენ ზეციდან, ცოდვას მიუტევებ და განკურნავ მათ მიწას. ამენ. აი რა შემთხვევაში მოვა ღმერთის წყალი შენ ცხოვრებაში? სიცოცხლის წყალი. ამენ. როდის შეიძლება ის მოვიდეს? ამიტომ მიიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ უნდა იყო გამოფიტული. ამენ. მიიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ ამაღლდები. შენით არ დაიწყებ რაღაცების კეთებას. დამდაბლდები. ამენ. ისმის ამაში. დამდაბლდები. და ცარიელი წარსდგები უფლის წინაშე ეტყვი, აქა ვარ უფალო და ამავსე. შენი მადლით და შენი სიყვარულით. დიდება უფალს, მოდით შემდეგი ვნახოთ ძვირფასებო. პრობლემებს. რას ხედავთ აქ? იონას. დაიმახსოვრეთ. ვერ გაექცევი ღმერთის წყლებს. ამენ? რატომ ეს ისტორია? განა მხოლოდ იონა იყო, ვინც არ დაუჯერა ღმერთს? იმ ეპოქაში და მეტი ვერავინ ვერ გაიხსენა იესო და მაინც და მაინც წყლებში და კიდე საშინელებაში ამ წყლებში. მე მინდა რომ დაიმახსოვრო სიცოცხლის ბოლომდე ღმერთის წყლებს ვერავინ ვერ გაიქცევა. ამენ. რა გააკეთა იონა? ღმერთი უარყო? ღმერთის ლანძღვა და გინება დაიწყო? თქვა რომ აღარ მჭირდები ღმერთო? არა, თქვი ასე, არა. უყვარდა ღმერთი. გესმეთ? ღმერთის სახელით იწოდებოდა. მაგრამ ღმერთის გეგმას თავისი გეგმები შეურია. გესმეს? ღმერთის ნებას მისი ნება პატარა ესე შეაკვეხა. მიხვდით? ცოტათი რაღაც მისი გამოცხადება, მისი ინტელექტი ჩადო. წარმოაჩინა მე. გესმეთ? ამიტომ შეწყვიტე შენი გადაწყვეტილებების, არა მხოლოდ გაფიქრება, საერთოდ არც კი მისე საშუალება რომ წამოყოს თავი. ეგრევე გაუკეთე აბორტი. ამენ. ამიტომ ვერ გაექცევი ღმერთის წყლებს. იგივე გზაზე დააყენა და იგივე საქმე გააკეთებინა მაინც. თუ ღმერთმა გადაწყვიტა რაღაც, არ ჭირდება იქ შენი ჩართვა. მას, იცით, აი მილი წყლის ძვირფასებო, ეგრეთ წოდებული შლანგი. შენ ჭკუას არ გასწავლის. ამენ? მისი მოვალეობა რა არის? იყოს მთელი, არ მოჟონავდეს. ამენ? და დაგექვემდებაროს. უნდა მოეპყრო ფრთხილად, რომ არ გადატეხო, იმით რომ გაფუჭდება, ზემოთ არ დატოვო და ასე შემდეგ. მაგრამ იცოდეს. იონას თუ ესე გადახდა, არ ვიცი შენ რა გარანტია გაქვს, რომ შენს ლოცვას იქ გაიგონებს ღმერთი და ამუანთხევს შენი პრობლემა ნაპირზე. ფრთხილად იყავი. ამენ? ისწავლე იონასგან. ისწავლე იონასგან. ძვირფასებო, ბიბლია იძლევა განათლებას და ხდის ქრისტეს მოსწავლეთ. ყველაზე დიდი განათლება, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს, ეს არის ბიბლიური განათლება. ყველაზე დიდი წოდება, რაც შეიძლება ქონდეს ადამიანს, ეს არის ბიბლიური
ქრისტიანი, რომელიც ემორჩილება უფალს. მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაციები. აი ცოდნასთან დაკავშირებით მინდა პარალელი გავავლოთ ძვირფასებო, იმიტომ რომ წყალი მისი ფორმულა არის H2O. და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიცოდეთ ღმერთის ნება, რომ არ მოგვატყუოს ეშმაკმა. წყალს აწერია 10 კილომეტრშია და H2O-ს აწერია 50 მეტრში. და იმის გამო რომ ცოდნა არ აქვს და არ იცის რომ ეს ერთი და იგივეა და 10 კილომეტრის ნაცვლად უნდა შეუძლია მალევე მივიდეს ეძებს წყალს. ასეა დღეს ძალიან ბევრი ქრისტიანი მოწაფეთ წოდებული ძვირფასებო პრობლემებს ეძებენ, წრეს ურტყამენ. მაშინ როდესაც უფალთან უნდა იყვნენ. ღმერთმა გვითხრა სად არის წყლის სათავე და იმის ნაცვლად ახალი ველოსიპედის გამოგონებას იწყებს ხალხი. თავისი გეგმები აქვს, გესმით? არის ეკლესიაში, მაგრამ აღარ არის ხვალები, რომ რაღაც გამოცხადება მიიღო. მიატოვეს ცოცხალი წყლის სათავე წყარო. და აი თავისი გზებით ეძებენ ხსნას, მაგრამ ერთია ღმერთი, ერთია გზა მასთან, ერთია უფალი, ერთია ეკლესია. ამენ? ერთია სულიწმინდა, ერთია სიტყვა. და არ არის საჭირო რაღაცეები მოიგონო და გააგრძელო. ამიტომ იყავი მოსწავლე, მოდით შემდეგი ილუსტრაცია ვნახოთ. მოსწავლე რო იყო და უცოდინარი არ იყო, მიეცი საშუალება მასწავლებელს რომ მოგწყას. ნახეთ, მიდის სალიერი ქოთანი, მორწყვის შემდეგ უკვე ყვავილი ამოვიდა. ჰალელუია. ეხლა ეს არ წარმოვიდგინო რომ ილოცებენ შენთვის და თმა მოგივა. ესეც შესაძლებელია. მაგრამ აქ ცოდნაზეა საუბარი, რომელსაც უფალი გაძლევს. იდება უფალს. რა წყურია შენს ბავშვს? რით იკლავს წყურვილს, რით წყულდება. ამენ. ხო უყურებ არა? რას ჭამს შენი შვილი, თუ არასწორს ჭამს, იმას არ მისცემ. ბავშვი რომელიც იცით, ბავშვის თვისება რა არის? ეძებს და ყველაფერს იდებს პირში. მას ყველაფერი გონია საჭმელი. გესმით? და ბავშვს ვასწავლით რომ ეს არ შეიძლება, ფუა, ხია და ასე შემდეგ. ეგრეა ძვირფასებო. ჩვენც ესეთები ვიყავით. დავფოთხავდით და ყველაფერს, არ აქვს მნიშვნელობა რა იყო იქ, სათამაშო, ხურდა, სამუშაო ინსტრუმენტი, ეგრეთ წოდებული შურუპი, სახრახნისი, კალოშები. არ ვიცი რა იყო. ყველაფერს იდებს ბავშვი პირში. ამენ? და მშობელი უყურებს რომ არ რაიღოს და არ თმევს, ბანს პირს უსიფთავებს. დღეს როგორ არის შენი ბავშვები? რას იდებენ პირში? რას სვამენ? რა ინტერესი აქვს? იცი საერთოდ? რითი წყულდება? ძვირფასებო კოსმოპოლიტიზმი. აი, იქ რაღაც გააკეთეს და აქაც უნდა გააკეთდეს. იმას აქვს და ჩემსასაც უნდა კონდეს. მე ახლა უკან დავიხევი, კაცო? მე ჩამოვრჩები ამ ყველაფერს და ესე იკარგება ახალგაზრდა თაობა დღეს. რით არის დაინტერესებული ის? მაშინ როდესაც ყველაზე მთავარი საკვები, რომელიც დაგარწყულებს, ეს არის ღმერთის წყალი. რას ასწავლის ინტერნეტი? აი ოღონდ დაწყნარდეს და თუ არ მისცემ, ისტერიკებს მართავს უკვე. საშინელ პრობლემაში არიან. გესმით? ჯერ კიდე არ ჩანს ეს. უფრო და უფრო იჩენს თავს. მაშინ როდესაც არანაირი ტელეფონი ბავშვს. თუ გინდა რომ გადაარჩინო, თუ გინდა რომ არ გაირყვნას მისი გონება. მოდით ნახოთ ძვირფასებო იოანეს 7:37 მუხლი. იესომ თქვა, მე სპეციალურად გავაწითლე ეს სამი სიტყვა.
რომ შენ კარგად დაგამახსოვრდეს. რადგან იესოს არ უთქვამს, მოგაწყურებ, მოგიყვან ჩემთან ძალით და დაგალევინებ ჩაგასხამ პირშიო. ალო, იესომ თქვა, თუ გინდა, თუ მოგწყურდება, მაშინ კეთილი ინებე და მოდი და დალიე. ამენ. რა წყურია დღეს შენს ბავშვს და შენ რა წყურია სახში რო ხარ? ვისთან მიდიხარ დასარწყულებლად? რას ცვამ? რით იკვებები? რას უყურებ შენი თვალები? რას ისმენს? რით იძღება? რა აკმაყოფილებს? აი სათავე პრობლემის ჩემო კარგო. ეშმაკმა იცის ყოველი ადამიანის გემოვნება. შენ რაც არ მოგწონს, იმას არ შემოგთავაზებს შენს ტელეფონში. შენ რისადმი ინტერესიც გააქვს, იმას დაგანახებს. გესმით? ამენ. მე კიდე ერთხელ გავიმეორებ, შეიძლება სოციალური ქსელები გამოვიყენოთ ღმერთის ადიდებლად. რას არ რეკლამებ შენს გვერდზე? აბა გადახედე. აი ბოლო ერთი თვის განმავლობაში რა გაქვს დარეკლამებული? რამდენი ბიბლიური მუხლი გაქვს ჩაწერილი იქ? რამდენი ქადაგება გაზიარებული რომ შენებმა ნახონ? რას არეკლამებ? რას უთმობ დროს იქ? რა შენი წარმოდგენით გაკმაყოფილებს, თითქოს დარწმუნებული ხარ. ჭამთ და ვერ ძღებითო უფალი ამბობს. გესმით? თითქოს გახრეტილი ქისები გაქვთო და ჯიბე. გაქვთ, მაგრამ არ ყოფნითო. ემით რომ არასწორს ღებულობთ. ემით რომ არ ღებულობთ იმას, რაც არის ნამდვილი, რაც არის ჭეშმარიტება. ჩვენ გვჭირდება ერთობა ეკლესიაში ძვირფასებო და ფესვის ღრმად ჩაშვება. გაფრთხილდითო ებრაელები გვეუბნება რომ ვინმე ზაიმე მწარე ფესვი არ გაუცოცხლდეს. რა არის ეს მწარე ფესვი? უთანხმოება, წყენა, კონფლიქტი. ის ღვივდება, გესმით? გაფრთხილდი რომ შენმა არასწორმა საქციელმა შეიძლება ვიღაც აცდუნოს. ესეთ ერთმა იკითხა რომ თუ ღმერთი ყველგანაა, მაშინ რა საჭიროა ეკლესიაში მისვლა? არის ღმერთი ყველგან. რა გვინდა ეკლესიაში ყოველ კვირას? სხვა დღეებში რა გვინდა ეკლესიაში? ესე შორიდან რატო ჩამოვიდნენ ჩვენები დღეს? იცი რა უპასუხა? ატმოსფეროში ყველგან წყალიაო, მაგრამ წყალი რო წყურდება, წყალთან მედიხარ და სხვა. ამენ? არ მიხვიდე წყალთან და არის ყველგან წყალი, კაცო. შენშიც ბევრი წყალია. ესე თევზივით დაიწყე პირის ფჩენა და დალიე. როგორ აბჩენს თევზი პირს ხო იცით? დალიე ესე წყალი, არ მიხვიდე წყალთან. აქ გიმზადებს უფალი და კვებავს. ამენ? და არ უნდა იყო ესეთ რომ აი მე თუ უფალი მეტყვის დღეს წავალ ტაძარში. დღეს არ უთქვამს ჩემთვის უფალს. დღეს მე ხართეძოზე უნდა ვიწვე. უფალმა ერთხელ თქვა და არ იმეორებს უნდა წახვიდე თუ არა. გესმით? იქ რომ იხვალ, გეტყვის რომ რატო არ დადიოდი. უფალმა ერთხელ თქვა რომ არ მიატოვო საკრებულო. ყოველ დღე არ გეტყვის უფალი რომ დედა აბძანდი ახლა და წარდი ეკლესიაში. ამენ. ამენ ძვირფასებო. დაიმახსოვრეს და მიუხედავად ტაროსისა, შეგრძნებისა, სიტუაციისა, მან ბრძანა არ მიატოვო, იმიტომ რომ იქ შენი დარწმუნება უნდა. და მხოლოდ იქ არის ის დოზა, რომელიც შენ გჭირდება. ჰალელუია. ჰალელუია. მაჩვენეო, მოდით ნახოთ ძალიან საინტერესო მოსაზრებაა ძვირფასებო. მითხარი ვინ გადარჩა ნოეს კიდობნის გარეთ და მაშინ დაგეთანხმები რომ ეკლესიის გარეთ შესაძლებელია გადარჩენა.
დაიმახსოვრეთ ეს. არის ვინმე ვინც კიდობის გარეთ გადარჩა? აი თუ ვინმე გადარჩა, გეტყვი რომ ეკლესიის გარეშე შეგიძლია არსებობა. ძვირფასებო ვიყოთ შემსრულებელი და არა მხოლოდ მომსმენი ან მნახველი ან რაღაც აი გაოცების დონეზე არ უნდა დატოვო არაფერი, რასაც უფალი გეუბნება. ამენ. კიდობანში არის გადარჩენა ეკლესიაში. მოილესები, ჩვენ ლესავთ ერთმანეთს. ისწავლი თავმდაბლობას, ერთგულებას. ეკლესიაში ისწავლი მოთმინებას. როგორ ვისწავლი ეკლესიაში მოთმინებას? ვიღაცა ცუდად მომეპყრო. გესმით? ქვეყნიერებაზე ცუდად რო ეპყრობიან ერთმანეთს, დააყრიან ერთმანეთს მუშტებს. ვერ ითმენენ. მანქანაში თუ ვინმე დაგისიგნალებს, ხო? ჩემო მეუღლემ დაამუღამა სიგნალი მადლობისა თუ გინების. არის სამადლობელი სიგნალი და არის გინების. არის ბევრ სართულიანი გინების სიგნალიც. შენი თუ კაია ესეთი სიგნალიც არის. გესმით? მაგრამ ეკლესიაში უფალი გვასწავლის მოთმინებას. რის მოთმინებას? არ მოგეპყრო ისე, ან როგორც ელოდებოდი ის არ გაგიკეთა. სპეციალურად. ზოგჯერ სპეციალურად უშვებს უფალი, მომისმინეთ. აი ძალიან ახლოს ვინც არის შენთან. არა ეშმაკი. უფალი ისეთ რაღაცას შეუჩხიკინებს, რომ შენი შეიძლება მოწინააღმდეგე გახდეს. მისი ბრალი არ არის აპატიე, ისევ გიყვარდეს. შენ გასწავლის რაღაცას უფალი. მოთმინება რო გასწავლოს ღმერთი ყველაფერს გააკეთებს, იმიტომ რომ მომთმენი თუ არ იქნები ვერ შეხვალ სასუფეველში. მოდით ერთი კითხვა დავსვათ. გინდა სასუფეველში? მაშინ აქ გლესავს უფალი და გასწავლეს. ამენ? შენ არ გჭირდება მომთმენი იყო თუ გეფერებიან და პატივს მოგაგებენ. ამენ? ვერ ვითმენ ისე უყვარვარ ჩემს მას და დას. აი, ვეღარ ვითმენ მომეხმარეთ წემს ისე უყვარვარ. ამას მოთმინება არ ჭირდება. მაგრამ თუ გგონია რომ არ უყვარხარ წემს, ეს არის კარგი დასაწყისი, რომ მომთმენი გახდე. ამენ. თქვი მე კარგ სტარტზე ვარ. მაგრამ მე გეუბნებით რომ მიყვარხართ. ჰალელუია. რაღაც თუ გჭირდება მოთმინება, ანუ რაღაც უნდა მოვიფიქრო. ჰალელუია. კარგით. მოდით გავაგრძელოთ ძვირფასებო. ღებულობთ რამეს დღეს? ჰალელუია. ღმერთი გვასწავლის ეკლესიაში უბრალოებას, სიმშვიდეს, მსხვერპლიანობას გვასწავლის ძვირფასებო. ამენ. იმიტომ რომ როდესაც ვითმენ, იცით მოთმინება რა არის? რაღაც სანახევრო კი არა. მიტევებაც არ არის სანახევრო. ო, ნიკა, ძმაო, კარგი გაპატიე რა, რადგანაც საჭიროა, მაგრამ ეს რა გამიკეთე კაცო, როგორ დავივიწყო? გესმით? ეს არ არის მიტევება. ამენ? ძვირფასებო გინახიათ ამღვრეული, აკაფებული, გადარეული წყალი, აღელვებული. ამ აღელვებულ წყალში რამე ჩანს? მხოლოდ ძალიან დაწყნარებულ და მშვიდ წყალს შეუძლია აირეკლოს ზეცა. ამენ? მშვიდ წყალზე დაინახავ ანარეგს, ხეების, ფოთლების, ღრუბლების. ამენ? როცა მშვიდი ხარ, ზეცას ირეკლავ. ჰალელუია. როცა ხარ უბრალო თამდაბალი, როცა არ რეაგირებს სისულელეებს, ღმერთი ჩანს. ამენ? შენი ენა, შენი საქციელი ამჟღავნებს იმას, რითაც ხარ სავსე. ჰალელუია. თუ უფლის სიყვარულით ხარ სავსე, ჰალელუია იქნება შენს ბაგეზე. თუ აქ ჰალელუიას
იძახი და ამინს, მაგრამ სახლში იწყევლები და იგინები, ან ილანძღები, ასე აკეთებლილი, აღარ გააკეთო. თუ ამას აკეთებ, ესე იგი, იმიტომ რომ იმით ხარ სავსე, ჰალელუია, რით ხარ სავსე, ის გამოვა შენიდან. აი, წვენის გასაწური მექანიზმი ხო იცი? რასაც ჩადებ, იმისი წვენი გამოვა. ამენ? პამიდორს ჩადებ, არ გამოვა კარტოფილის წვენი. სიყვარული თუ გინდა გამოვიდეს, სიყვარულით უნდა ივსებოდე, ის უნდა ჩადო მასში. ჰალელუია. ამიტომ ეკლესიაში ჩვენ ღმერთი გვასწავლის სიმშვიდეს ვიფასებო. ჰალელუია. ეკლესიაში გვასწავლის ღმერთი ჩვენ ამ ყველაფერს. ნუ გეშინია თუ დასცინიან შენს რწმენას. ნუ გეშინია თუ დასცინიან შენს ეკლესიას. იესოს ეუბნებოდნენ რომ სექტანტი ხარო. პავლე მოციქულს ეუბნებოდნენ ეს სექტანტი არია დარიაო ყველაფერი. ნუ უფთხი, ნუ გცხვენია და ნუ გეშინია მუქარის. თუ დასცინიან შენს რწმენას და შენს ეკლესიას. ვიფასებო. ნოესაც კიდობანში დასცინოდნენ, ხო? ყველა დასცინოდა. მაგრამ როდის შეწყდა ეს დაცინვა? წვიმა რო წამოვიდა. როგორც კი წვიმა წამოვიდა, შეწყდა დაცინვა. ეგრეა? მერე კიდე დასცინოდნენ ნოეს, ღრიალებდნენ გამოგვიშვი, მოდით ნახოთ ის სურათი. წარღვნის. ეს ხალხი ყველა, ვიფასებო, ყველა არ არის აქ მოცემული. დასცინოდა ნოეს, შებებერო, სულელო, გამოთაყვანდი, ღმერთი მიატოვე, ნამდვილი ჩვენი რელიგიური ქვეყნის წმენა მიატოვე და სადღაც რაღაცა ქოხს აშენებ აქ. გაბდლდი, გასულელდი, გაბლაყვდი, ყველა სიტყვა ჩართეთ, ეუბნებოდნენ. ამენ? მაგრამ აქ ამ სურათში აღარ დასცინია. გესმენთ? თუ დაგცინიან, პირველ წვიმამდე იქნება ეს. მერე ვეღარ დაგცინებენ. ამენ. ამიტომ ნუ აქცევ ამას ყურადღებას, აკეთე შენი საქმე, აკეთე ის, რისთვისაც მოგიწოდა უფალმა და იყავი სხვებისთვის თანაშემწე და დამხმარე. ამენ. შეუმსუბუქე ყველა დანარჩენს ტვირთი. ჰალელუია. ეკლესია არის ერთადერთი ხომალდი, რომელიც არასოდეს არ ჩაიძირება. ვერავინ და ვერასოდეს ვერ ჩაძირავს მას. არასოდეს. ჰალელუია. ვიფასებო, იესო ეკლესიაში გვასწავლის, სწორედ ეკლესიაში თუ როგორ ვიყოთ გამნაწილებელი. რაც გვაქვს, უფასოდ მიიღე, უფასოდ გაეცი, ხო გახსოვთ? იგავის 11:25. ნახეთ, რა საინტერესოა. გულუხვი კაცი წარმატებული იქნება, სხვათა დამარწყულებელი თვითონაც დაარწყულდება. გინდა დარწყულებული იყო ყოველთვის? დაარწყული სხვა. უანგაროთ. ჰალელუია. თავარია რომ ღმერთი გწყუროდეს. გწყურია ღმერთი. გწყურია ღმერთი. ნახეთ, 107-ის მეცხრეც ვიფასებო. რადგან მწყურვალი სული გააძღო და მშიერი სული სიკეთით აავსო. ვის არ წყურებს ღმერთი? ვინც მწყურვალია. ამენ. ვისაც შია ღმერთი. ეკლესიაში მე მივდივარ დღეს, იმიტომ რომ მწყურვალი ვარ და მინდა ამავსო სუფლის სულმა. ამენ. თუ ასეთი სულით არ მოდიხარ, როგორც მოხვედი, ისეთი შეგიძლია წახვიდე. ისეთი წახვალ უფრო სწორად. სულხან საბას არ იყოს, რაც შეიტანა ისევ ის გამოიტანაო ერთმან ქართლისა. ესმეთ, როგორი მოდიხარ აქ? დამდაბლებული და ცარიელი. მწყურვალი. ამენ. და უფალი აგავსებს. უფალი ყველა ადგილში მივა თავისი წმინდა სულით. უფალი თავისი წმინდა სულით შეეხება ყველა სფერო შენი ცხოვრების. ამენ. ღმერთის წყალი არის უძლიერესი, ძვირფასებო, ცოცხალი წყალი. ერთი წვეთიც კი უძლიერესია ღმერთის წყლის. გენიალური გამონათქვამია. წვეთი კლდეს ხეთქავს. ამენ. წვეთი კლდეს ხეთქავს.
ქართული ნათქვამია ძვირფასებო. ერთ წვეთს შეუძლია კლდეს ბზარი მისცეს. რატო? ის აგრძელებს წვეთას. ამენ? კლდე ხო უფრო ძლიერია, მაგრამ იმის გამო რომ ის მუდმივია, ბზარს აძლევს. იყავი მუდმივი. ამენ? ითხოვე და მოგეცემა. ეძებე და იპოვი. აკაკუნე და გაგეღება, ოღონდ მუდმივად. და ღმერთის წვეთი მოგეხმარება, რომ მოვიდეს გარღვევა. ძვირფასებო, ჩვენ ვიცით ისტორია დავითზე, როდესაც რეფაიმის ველზე შემოადგნენ წრები და ღმერთს დაეკითხა როგორ მოვიქცეო. გახსოვთ? და იქ შემდეგ ის ამბობს, რომ უფალმა ჩემი ხელითო წალეკა მტერი, როგორც წყალი წალეკავს. გარღვევა მოიტანა. გესმით? ღმერთი გამრღვევი ღმერთია. თუ ღმერთი გამრღვევი ღმერთია. როგორც ერთ წვეთს შეუძლია მოგიტანოს გარღვევა შენ ცხოვრებაში, ასევე მას წამლეკავი რესურსი აქვს. და ყველაფერს წალეკავს. რაც ხელს გიშლის, თუ გინდა უფალთან იყო. ამენ? თუ არ გინდა, არაფერი არ მოხდება, მაგრამ თუ გშია, გწყურია ღმერთი, მუდმივად ეძებ. ყველაფერს წალეკავს შენს გზაზე, ვინც ხელს გიშლის. ვერ მივდივარ, რომ იმან შემიშალა ხელი, ამან შემიშალა. წალეკავს უფალი ეშმაკის გზებს, ეშმაკის ნებას. ჰალელუია, იცით, როცა მოდის ეს წყალდიდობა, ის ყველაფერს ხვეტავს და მიაქვს. ამენ? გინდა შენი სახლი გადარჩეს? მოდი ხარ და არ მოხვებია. უთხარი უფალო, წალეკეს ჩემი ოჯახი ეკლესიაში თქო. და რომ მოვა ეს წყალდიდობა, ყველას აქეთ მოიყვანს. ამენ? ჰალელუია. წყალდიდობები კარგია ხანდახან. ქათმის ბაზართან მიცურავს ელა, ხო? ჰალელუია. გინდა წალეკოს ეშმაკის გეგმები შენს ოჯახში ღმერთმა. მოითხოვეს წყლები და მოიყვან შენ სახლს. ამენ? თუ საჭიროა რომ მათი გზები არასწორ გზაზეა და არ გიჯერებს, ხო? ღმერთს უთხარი, ღმერთო შენი სულიერი თოვლი მოვიდეს და ჩახერგოს გზები. ამენ? და აღარ იქნება მოძრაობა. ღმერთს ყველაფერი შეუძლია. ეს წმენით ვაკეთებთ ამას, ვიფასებო, თოვლს კი არ ვითხოვთ ახლა წყალდიდობას. ამენ? სწორად გაიგეთ. სულიერს. ჰალელუია. მხოლოდ სულიერი პრინციპებიდან გამომდინარე. ჰალელუია. მონანიება ეს არის ვიფასებო აბსოლუტურად ამოძირკვა. იცით, თუ ხდება შერიგება და ადამიანებში უნდა მოხდეს შერიგება, იქ უნდა იყოს სუფთა მონანიება. რატო არის რომ აი თითქოს დრო გავიდა, რაღაც შერიგება მოხდა და კიდე რაღაცა ესე ვთქვათ, აი როგორც კბილში ნერვი ისე გიღიტინებს. ძალიან მაგრად ამბობს იობი ძვირფასებო, იცით რას? თლიანად თუ არ ამოძირკვე ფესვის ნარჩენები, ოდეს მე 14 თავია მგონი, წყალის სუნს იგრძნობს, ის ფესვის ნარჩენი მიიღებს და ისევ გაცოცხლდება ყველაფერი. ამიტომ არის რომ ადამიანები თითქოს შერიგდნენ, მაგრამ რაღაც კიდე გაცოცხლდა. დაინახა და ამას იცი ეს ქონია ჩემთან გაკეთებული ისრაელეს. რა ვიცი. ეს რო არ მოხდეს, ჩაბრძანდი სიღრმეში და ძირფესვიერად ამოიღე, ამოძირკვე. ამენ. თლია აბსოლუტურად არაფერი არ დატოვო, გადაკეთე ყველაფერი. ერთი პატარა, აი თმაზე წვრილიც არ დატოვო. იმიტომ რომ ოდესმე იქ წყალი გაივლის, ესე წერია. ესმე სუნს იყნოსავს და განგიახლებს წყენას. ხო არ გინდა ეს? ხო არ გინდა ეს? ამიტომ მოაგვარე ეგ საკითხი. სწავლობთ რამეს ვირფასებო დღეს. ჰალელუია. დაუკვირდით ამ პრინციპებს. იმიტომ რომ მე უკვე მივდივარ დასასრულისკენ. ჰალელუია. იცი, რომ არ იყოს წყალი, უფალმა რა გვითხრა, ნუ იქნები ნელთბილი. რომ არ იყოს ნელთბილი, შლანგს მილს ღრმად ფლობენ. კიდე ერთხელ ის მიგვინიშნებს რაზე რომ თავმდაბალი უნდა იყო. ამენ. ჩაიფლო უნდა. ამენ. შენი ხორცი. ნათლობის პრინციპი რა არის? ამ ხორცს ხმარხავ. ამენ. თუ ამას არ გააკეთებ ყოველდღე, თუ ჯვარზე არ მიაჭედებ შენს ხორცს, ვერთის ნებას ვერ გაიგებ. მაშინ სულიწმინდა არ იქნება შენთან. შენ შეიძლება იარლიყი მიიწებო, რომ სულიწმინდით მონათლული ხარ. თუ ყოველდღე არ აცნევ შენს ხორცს ჯვარზე, ნუ გმობ სულიწმინდას, იმიტომ დაისჯები. ამენ. იმიტომ სულიწმინდა მოვიდა,
იესოს ნების შესასრულებლად. სულიწმინდა მოვიდა, რომ იესოს განდიდებაში დაგეხმაროს. სულიწმინდის მისია გააკეთოს, რაც იესოს სურს, ღმერთისგან. ამენ? ამიტომ მიაქცია ამ პრინციპებს ყურადღება. ქება უფალს. კარგით. ღმერთი არის უზრუნველყოფის წყარო, ძვირფასებო. ის გვიცავს და ყველაფერს აკეთებს. ჰალელუია. იცი, თუ ადამიანს რაღაცით მხარს უჭერდა ეხმარები, შენი მე გამოთიშე. იმიტომ რომ იცი, დარჩება შენი მე და დამიჯერე. შენი თავი არავის არ ჭირდება. ამენ? ღმერთი შესთავაზე, ღმერთი ყველას უნდა. ღმერთი უნდა მიუყვანო ადამიანს და არა შენი თავი. იმიტომ რომ შენი რესურსი ამოიწურება ხვალიანზე, მაგრამ ღმერთი არასოდეს არ იშრიტება. ამენ? ღმერთი მუდმივია. მოდით ნახოთ ამოსის 8:11. მოდის დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, შიმშილს დაუშვებ ქვეყანაზე, არა პურის შიმშილს და წყლის წყურვილს. არამედ ღმერთის სიტყვის მოსმენის წყურვილს. ვიფასებო, ეს დრო დადგება. სიტყვა აღარ იქნება. საშინელებები მოდის. ამიტომ ძალიან იცი როგორც არასდროს ისე დაუბრუნდი ბიბლიას და ისე იყავი წყურვალი ყოველთვის და ყოველთვის დარწყულებული, რომ იყო მომზადებული ამისთვის. აღარ იქნება. იცი, სულიწმინდა დაბრუნდება და სიტყვა არ იქნება. და ხალხი მშიერ მწყურვალი იქნება. და უნდა იცოდე ეგ სიტყვა, უნდა იცოდე რა როგორ არის. ჰალელუია, ძვირფასებო, ურთიერთობებში მიაქციეთ ყურადღება. ცეცხლს არ აქრობენ ცეცხლით. ვიცით? ცეცხლს აქრობენ წყლით. ბოროტებას არ აქრობენ ბოროტებით. ბოროტებას სიკეთით აქრობენ. ცუდად მოგეპყრეს, შენ კარგად მოეპყარე. ამენ? ეს არის წყლის დასხმა ამ ბოროტებაზე. სამაგიერო არ გადაუხადო. ჰალელუია. დაივიწყე. ბოლომდე ამოიღე ფესვები. თუ მე ვიწყებ თლიანად ამოქექვას და ფესვების ამოყებას გადაყრას. ღმერთი კლდიდანაც იძლევა წყალს, ვირფასებო, და ეს წყალი გახსოვთ ხო, გადარჩენის წყალი იყო. არსაიდან ღმერთი შექმნის. შენ ამაზე არ ინერვიულო. შენ ყოველთვის იყავი წყურვალი. და არ აქვს მნიშვნელობას ათხარ. ღმერთი ყოველთვის დაგარწყულებს. ამიტომ შენი მისია რომ მოვაწყურო ხალხი. ისეთი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე, რომ ხალხს მოწყურდეს შენი უფალი. ამენ? ხალხმა კი არ უნდა გითხრას, მან დრას დადიხარ კაცო. მაგ რა გინდა? ხალხმა უნდა გითხრას, მე მინდა შენი უფალი. ის არ უნდა გითხრას ხალხმა, რომ აქ მორწმუნეს გავხარ, მაგრამ იქ ვის გავხარ ვერ ხვდები. ყველგან უნდა იყო სერიოზული. ამენ. ქრისტიანი. მოდით ნახოთ ძვირფასებო ერთი ილუსტრაცია ბოლო. ძალიან საინტერესო. თუ ჩემი წყლიდან შესვამო, იესო ამბობს. ნუ კარგად არ ჩანს, იქ არის წყალი ამ ბიბლიაზე. მაშინ არ მოგწყურდება საუკუნოდ. და ღმერთის სული წმინდა შენში ცოცხალი წყლის წყაროდ გადაიქცევა, რომელიც საუკუნოდ იდენს. ამენ. როდის იდენს და არ გაჩერდება სული წმინდის წყალი ჩემსგან, როცა გავცემ. ამენ. როცა მოყვასთან ვიქნები, როცა მას გვერდში დაუდგები, როცა ტვირთ შეუმსუბუქებ, როცა გადავდებ ჩემ საქმეს და მასთან მივალ. ამენ. რომ მოვიცლი კი არა. როცა უფლის ნების შესრულებას დავიწყებ, იმიტომ რომ ნეტარებას გვპირდება უფალი, მინდა ვნახოთ მათეს მეხუთე თავის მეექვსე მუხლი. ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ, მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან. ცნობილი ქადაგება მთაზე იესოს ვიფასებო. და იქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. აი ამ მეექვსე მუხლში არის რა? ნეტარია, ვინც მუდმივად გაძეხი, კიდე უთხარი რომ კიდე მინდა უფალო. ამენ. დარწყულდი, წყურია უნდა უთხრა უფალს და ის მოგარწყულებს. და ყველა მწყურვალმა უფლის ნების და ცოცხალი წყლის თქვა
ამენ. ჩვენს უფალს ვითფასებო. ჰალელუია. ება ჩვენს ღმერთს. ამენ.